მოდი ახლა ორი წუთით შევეკი სახელი მითხარი შენ შლომო შლომო ზუსტად ასე საქართველოში როგორც იცი ბოლო 8 წელია ხო ცხოვრობ ხო მე ვცხოვრობ საქართველოში 8 წელი და რა შლომო ცოტა გაუჭირდებათ რამეს ხო არ გეძახიან მეც რო ისე მოგმართო შლომო ან გინდა შიო შიო უფრო ქართულთან შიო მე ძალიან მიყვარს შიო სახელი და არის უფრო შლომო და შიო ასე ახლოს და თუ ასე რთული შლომო შიო შეიძლება მოკლედ თუ დამავიზდა შლომო შიოს ვიტყვი და იქვე შემახსენე რომ შლომო თქო რა მაგრამ შლომო არ არის ასეთი რთული ხო არა არ არის ცოტა უცხოა ჩვენთვის ლამაზია ორჯერ და სამჯერ შეხვედრის მერე გამიადვილდება მაგრამ ეხლა ცოტა ისეთია ყოველდღიურობაში რო არ არის კარგი ჩემო შლომო რა მინდა იცი პირველ რიგში შენი სახელი თეატრალურზე თუ აბარებს ვინმე აბიტურიენტი იქნებოდა პირველი საგამოცდო სიტყვა რბილი ლეების შემთხვევაში ჩვენთან არის ესე ლორია ლორზე გადანამორია ხო არის ასე რა ლომი რაღაცებს გეკითხებიან და იქ ჩაჯდებოდა შლომო თუ ვინმე თქვა შლომო არ მიიღებენი შეგა შლომო ეს იყო ჩემი დიდი პრობლემა აქ თავიდან ლო იმიტომ რომ მომღერალი ვარ და ახლა რომ მე მიმღერე ქართული სიმღერა ეს უნდა იყო ლო ხო და რომ მე მიმღერე ლო ხო ასე ხალხი თქვა მე არ მინდა ეს სიმღერა ვაფშე არ მინდა მოისმინე იმიტომ რომ არის ლო და არა არის ლო და მე ასე ვსწავლოდი ლო და ახლა რომ მე ვიმღერო იბრაულად უკვე მაქვს ლო და ახლა იბრაელი არის პრობლემა სადა არის შენი ლო მოკლედ მაგრამ არავის რაღაცა შუა უნდა იპოვო რა რომ არ იყოს ასე რაღაცა ლე თუ არ ვიცი რა კარგი რატო ჩამოხვედი საქართველოში ეს იყო ასე მე მუშაობდი ჰოსპიტალში ისრაელში და იყო კონკურსი რომელიც მე მოვიგე და იყო ტური იყო ორი გზა ან სერბეთი ან საქართველო და მე ვიცოდი რა არის სერბეთი არ ვიცოდი რა არის საქართველო და მე ასე ლაპარაკობ ჩემი მენეჯერმა და მეთქი მოდი სერბეთი და ასე 2 საათის მერე ჩემი მენეჯერმა დამირეკე და შლომო არ არის ადგილი ფრენაზე ესე იგი შენ მიდის საქართველოში ბათუმში და მეთქი კარგი და წამოხვედი ასე მოხდა რა კონკურსი იყო ეს იყო კონკურსი რომელიც მარკეტინგი კონკურსი და მე მოვიგე ეს კონკურსი და მე მოვედი აქ ბათუმში საქართველოში მე შემიყვარდი იცი რატომ ხო ისრაელი გვაქვს ბუნება მაგრამ აქ საქართველო არის ბუნება მე ვიხავი სამხაროში ბევრი ადგილები მაგრამ აქ ბუნება არის ასეთი ლამაზი ასეთი მწვანე, ბევრი ცხალი, მთა, მრავალფეროვანი. ლანდშაფტი არის სხვადასხვა. ნახე, შენ შეგიძლია ზაფხური, ხო? სხვაზე ვიქნებით და მთაზე არის თოვლი. სად არის სამხაროში ასეთი ადგილი, რომ სხვაზე ვიქნებით და მთაზე არის თოვლი. ამიტომ არის რომ ვერ გაიყვეს დღემდე ჩემი სამშობლო, ჩემო კარგო. დაში ჩემ საქართველოს და ძალიან მიყვარს საქართველო ძალიან მიყვარს რომ საქართველო და ისრაელი არის ძალიან კარგი მეგობარი და საუკუნოვანი მეგობრობა კიდე იცი მე რატო ჩაგეკითხე ხლა ეს ჩემთვის უცხო ისტორია იყო და რატო მე მეგონა რომ ჩვენ დამეთანხმება და ძალიან ბევრი ქართველი ებრაელები ყავს და მეგონა რომ ამ მიმართულებით რაღაცნაირად მოხდიდა შენ თვაც საინტერესო ამბავში ყოფილი იმიტომ რომ თუ არ ვწდები შენ კიდე რაღაც პროექტშიც მიიღე აქ მონაწილეობა ხო ჩვენ არხზე ხო ეს არის შეფეფის ლიგა ხო შეფეფის ლიგა ჩემთვის არის ოჯახი მოდი ასე მოკლედ რუსთავი 2 შეფეფის ლიგა აქ არის როგორ ოჯახი იმიტომ რომ ხო ებრაელი ვარ და მე ვიხავი ერთი უცხოელი ამ გადაცემაში და მე ვიხავი 100% ქართველი მე არ ვგზნობდი რომ ებრაელი ვარ რომ უცხოელი ვარ იმიტომ რომ ეს არის ოჯახი
და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის, ძალიან მიხვართ შეფეფის ლიგა. გენაცვალე, გაიხარე. მადლობა.